ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, გილოცავთ ახალ 2026 წელს. დღეს გადაცემა მონატრების ფერების წლის ბოლო გადაცემაა. ჩვენ შევაჯამებთ გასულ წელს და გაგაცნობთ ჩვენს სიახლეებს. გადაცემა მონატრების ფერებმა სტარტი აიღო 2022 წლის შემოდგომის მიწურულს და ცარიელი ხელებითა და ენთუზიაზმით უკვე მე-7 სეზონს ვაკეთებთ. ჩვენი გადაცემის მთავარი პროდიუსერი გახლავთ ქალბატონი ლიგია მუშკუდიანი, რომელიც უკვე საუკუნის მეოთხედზე მეტია ცხოვრობს ემიგრაციაში, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თითოეულ ქართველ ემიგრანტს მიეცა საშუალება თავისი ისტორია მოყვეს. ჩვენი მთავარი პროდიუსერის დახმარებით ჩვენ შევიძინეთ სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში პროდიუსერები. იტალიის ქალაქი ბარი, პულიის მხარე ქალბატონი ფიქრია კუჭუხიძე, იტალიის დედაქალაქი რომი ქალბატონი ქეთევან კაცაძე, გერმანია ქალბატონი ბელა ბერკემერ მახარაძე. ახლა კი საქართველოსთან პირდაპირ კავშირზეა საბერძნეთის დედაქალაქი ათენი და ჩვენი გადაცემის მთავარი პროდიუსერი ლიგია მუშკუდიანი. ჩემო ძირფასო მიგრანტებო, გილოცავთ დამდეგ 2026 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ღირსებას, მზეგზელობას, ხვავი და ბარაქი მოგიშალოთ ღმერთმა და მომავალ წელს ჩვენ სამშობლოში შევხვდეთ ერთმანეთს. მინდა ახალი წელი მივულოცო ჩვენს გადაცემა მონატრების ფერებზე ჩემს ოქროს ბიჭებს, ჩემს დათოს და ჩემს გიორგის. ბიჭებო, მადლობა რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში. მე შეგბედით, რომ ჩვენ აუცილებლად გავფრინდებით და ჩვენ მართლა გავფრინდებით. აი ნახავთ თუ არა. მინდა მოგეფეროთ აქედან, ჩაგეხუტოთ და გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხარ და ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ კარცაკებს გავაკეთებთ. გეფერებით, კოცნით მიყვარხართ და გილოცავთ. გადაცემა მონატრების ფერები ეთმობათ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ქართველ ემიგრანტებს. ქვეყნისა და ოჯახის დატოვება ყველაზე რთულია, მაგრამ უფრო რთულია საკუთარი თავი იპოვო უცხო მიწაზე, მით უმეტეს მაშინ, როცა წარმატებულ ადამიანად ითვლები შენს ქვეყანასა და შენს ქალაქში. გადაცემა მონატრების ფერები თითოეულ ქართველ ემიგრანტს აძლევს საშუალებას საკუთარი ამბავი მოყვეს სიჩუმით, მონატრებითა და შეუცვლელი სიყვარულით სავსე. ჩვენ გაჩვენებთ ისტორიებს ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც დროებით წავიდნენ ემიგრაციაში, მაგრამ იქ, უცხო მიწაზე ძალიან ბევრი წლები დაკარგეს. დიახ, ყველა ემიგრანტის ისტორია არა მხოლოდ შრომაზეა, ეს არის მონატრებაზე, გამძლეობასა და იმ იმედზე, რომელიც ბოლოს ჩურჩულით ამბობს. დიახ, შენ დაბრუნდები, აუცილებლად დაბრუნდები იქ, სადაც სულგელია. დაუბრუნდები საკუთარ ფესვებს, მშობლიურ სახლს. დიახ, დაბრუნდები საქართველოში, შენს მშობლიურ წაწყალზე. ძნელია სამშობლოდან შორს ყოფნა, უკვე მერამდენე წელია უცხოეთის ცის ქვეშ გიწევს ახალ წელთან შეხვედრა. ისევ ონლაინ, ისევ ვიდეო მიმართვით გიწევს საკუთარ სამშობლოსთან, ოჯახის წევრებთან, შვილებთან, დედასთან, მამასთან, ნათესავებთან ახალი წლის მილოცვა. ჩემთვის ძვირფას გადაცემას, მონატრების ფერებს. მის სულის ჩამდგმელებს დავით და გიორგი ორაგველიძეებს და უსაყვარლეს ქალბატონს ლიგია მუშკუდიას ვულოცავ დამდეგს. ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ 2026 წლის შემოგზანებას და ყველასთვის ყოფილი იყოს ეს წელი ხვავით, სიყვარულით, სიხარულით დახუნძვრული წელი და ბევრი სიკეთე გეკეთებინოთ კვლავაც. მიყვარხართ მე თქვენ. ჩემს უსაყვარლეს გადაცემას მონატრების ფერებს და წამყვანებს, ბიჭებს, გიორგის და დავითს, ვულოცავ დამდეგს და მის რა თქმა უნდა მაყურებლებს, ვულოცავ დამდეგს შობა ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყოველივე საუკეთესო წინსვლას და წარმატებას მათ გადაცემას და რა თქმა უნდა ვუსურვებდი საინტერესო რესპონდენტები ვყოლოდეთ, კიდევ უფრო მეტი საინტერესო
გადაცემები გქონოდეთ და გასულიყვნენ როგორც არიან გასულების საზღვარგარეთ ხარგლებს გარეთ დაეფერებიან ქართველ ემიგრანტებს კიდევ და კიდევ უფრო მეტი ქვეყნებში გქონოდეთ ცდომა კიდევ და კიდევ უფრო მეტი ქვეყნებში გასულიყვნენ და მოფერებოდნენ ჩვენს ემიგრანტებს. გილოცავთ, მიყვარხართ. მოგესალმებით. ხერაგები დღეა სასწაულო აკადემიის ხალხის საჯარო შეძლებს. მე მინდა ჩემს საქართველოს ქართულ ხალხს და მომავალი ახალი წელი შობის დღე განსაკუთრებით მინდა მომონატრების სფერების რედაქციას ჟურნალის გადაღების გიორგის და ამავდროულად მინდა დიდი სიყვარული ლიდია მუშკუდიას იმიტომ ძალიან საინტერესო გადაცემა არის სიმბოლოები და აქედან მინდა გადავხადოთ ყოველდღიურად როგორი ამ გადაცემას ერთხელ კიდევ მინდა დავუხო ჩემი საქართველო და მინდა მშვიდობა იყოს ჩემი ქალაქში გვიყვარდეს ყველაფერს და სიყვარული მივესალმები ჩემს საყვარელ ემიგრანტებს იტალიიდან უსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას, შობა ახალ წლის გათენებას და ისეთი სურვილების ჩაფიქრებას და ასრულებას, რომელიც 2026 წელს მოგვიტანს ყველაფერს საუკეთესოს და მთავარს დაბრუნებას სამშობლოში. მიყვარხართ, გეფერებით და საუკეთესო სურვილებს გისურვებთ მეგობრებო. შორეული საბერძნეთიდან დიდი სიყვარულით დამდეგ შობა ახალ წელს ვილოცავ გადაცემა მონატრების ფერების შემოქმედებით ჯგუფს გიორგი და დავით ორაგველიძეებს, აგრეთვე ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, როგორც პროდიუსერს. მთელ საქართველოს ვილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. იყოს სიკეთის, სიყვარულის, ბედნიერების, საქართველოს გამთლიანების წელი 2026. გვიყვარხართ. გვიყვარხართ, გილოცავთ. გილოცავთ, გვიყვარხართ და მთელ საქართველოს ულოცავთ. ბედნიერი შობა ახალი წელი გქონოდეს ყველას და საქართველოში დაბრუნების წელი იყოს სიხარულის, ბედნიერების და ერთად ყოფნის. გვიყვარხართ და გაფასებთ. სიხარული და სიყვარული დაგვბედებოდეს, გილოცავთ. მე ვარ ემიგრანტი ათენიდან, მონატრების ფერების მთლიან ჯგუფს ვილოცავ ახალ წელს და ვუსურვებ წინსულას და ძალიან ბევრ წარმატებას. წუთი წუთზე, წამი წამზე, წაბრძანდება ძველი და შემოდგამს კარის ღურბლზე ფეხს ახალი წელი, ბედნიერი ყოფილიყოს. ის წუთი და წამი სიხარული მოეტანოს. ამინ, ამინ, ამინ. ყველა ემიგრანტს სრულიად საქართველოს ულოცავ შობა ახალ წელს და განსაკუთრებით გადაცემა მონატრების ფერების დამფუძნებელსა და წამყვან ჟურნალისტებს, ჩემს საყვარელ ბიჭებს, დავითსა და გიორგის, პროდიუსერს, ჩემს საყვარელ ლიგიას. გილოცავთ, ძვირფასებო, ფეხბედნიერი, წარმატებული, სიხარულით, სიყვარულით სავსე წელი ყოფილიყოს თქვენთვის ეს ახალი 2026 წელი. მშვიდობა გქონებოდეს, მშვიდობა ოჯახებში, მშვიდობა სრულიად საქართველოს. უყვარხართ ემიგრაციას, თქვენ ემიგრაციის საყვარელი ბიჭები ხართ და მიყვარხართ მეც. მივესალმები ჩემს საქართველოს, ჩემს ქართველებს და განსაკუთრებით ჩემს ძვირფას ემიგრანტებს. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. მინდა გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და რაც მთავარია, შეხვედრილი ყავით ახალ წელს თქვენს სამშობლოში, თქვენს ოჯახებში და თქვენ საყვარელ ხალხთან ერთად. მიყვარხართ მენატრები და მომავალ შეხვედრამდე. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. გილოცავთ დამდეგ 2026 წელს და ეს წელი ყოფილიყოს ყველასთვის ბედნიერების, ხვავის, ბარაქის და ჩვენი სამშობლოსთვის ყოველივე კარგის მომტანი. განსაკუთრებით გილოცავთ ემიგრანტებს, მიყვარხართ ძალიან. მივესალმები მონატრების ფერების შემოქმედებით ჯგუფს და მის მაყურებელს. მრავალ ახალ წელს დაესწარ, ბედნიერებას გისურვებ, სიხარულს გისურვებ და გახარებას გისურვებ 2026 წელს. მრავალ
რესპონდენტს უსურვებ, საინტერესო რესპონდენტს უსურვებ მონატრების ფერებს. ბედნიერად და სიხარულით მენახეთ ყოველთვის. მონატრების ფერებს და მის შემოქმედებით ჯგუფს ვილოცავ დამდეგ ახალ წელს. ძმებ დავით და გიორგი ორაგველიძეებს და ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს ვუსურვებ წინსვლას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიუხვეს, ბარაქას და თავის პროფესიაში წინსვლა და წარმატებები გქონდეს ყოველთვის. გამარჯობათ ჩემო მეგობრებო. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. ეს 2026 წელი ყოფილიყეს ფეხბედნიერი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის. მოეტანო სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა, რაც მთავარია და ჩვენი სამშობლოს წინსვლა, რაც ყველას ასე ძალიან გვტკივა და გვაწუხებს. განსაკუთრებით მინდა მიულოცო ახალი წელი გადაცემა მონატრების ფერების შემოქმედებით ჯგუფს, ძმებს გიორგის და დავით ორაგველიძეებს. ამ გადაცემის უცვლელ უნჭიერეს მენეჯერს ქალბატონს ლიგია მუშკუდიანს. ჩემო ლიგი, ჩემო საყვარლესო, გილოცავ შენ და შენს ჯგუფს ამ 2026 წელს და გისურვებთ, რომ ეს წელი თქვენთვის ყოფილიყეს ნაყოფიერი. და მინდა დავასრულო ჩემი მილოცა ერთ-ერთი ჩემი ლექსით. თოვლი მოდის ხვავრიელი, ფანტელ ფიფქებად. ეს ახალი წელიწადი ბედნიერი იქნება. დაგებედოთ სიხარული, აგისრულდეთ ოცნება, აგისრულდეთ თუ რაც გითქვამთ სამშობლოსთვის ლოცვებად. თვალხატულა გოგო ბიჭებს გული მიეც დიდგული, კლავაც თავი არ დაზოგონ, ვინი გუოს ორგული, ახალი წლის ლამაზ დილას კარს შეგიღებთ სიკეთე, ჩვენს მშვენიერ სამშობლოში მადლი ბუდეს იკეთებს. გილოცავთ კიდევ ერთხელ დამდეგ შობა ახალ წელს. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ჩემო კარგებო. ყველას გადაცემა მონატრების ფერების შემოქმედებით ჯგუფს, ნიჭიერ ახალგაზრდებს, გიორგი და დავით ორაგველიძეებს, მათ მენეჯერს, სიყვარულის, ღიმილის მრქვეველს, სიკეთით სავსეს, უნიჭიერეს ქალბატონს ლიგია მუშკუდიანს, სიმშვიდის, სიყვარულის, სიხარულის, წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ახალი 2026 წელი ყველა თქვენთაგანისთვის. უფალს ვთხოვ, სამშობლო დაგვილოცოს, ჩვენი ერი დაგვილოცოს, ჩვენი მონაგარი დაგვილოცოს. ამინ. გადაცემა მონატრების ფერებს, მის შემოქმედებით ჯგუფს ვილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. გისურვებთ წარმატებებს, კარგ რესპონდენტებს, საინტერესო გადაცემებს. გისურვებთ მაღალ რეიტინგს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადაცემა მონატრების ფერების მაყურებელს და სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი 2026 წელი. ვისურვებდი, რომ ეს წელი ყოფილიყოს ეროვნული თანხმობის, ქართველების გაერთიანების წელი. გისურვებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ აღმასვლას და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შეუწყწევადი პროცესის დაწყების წელი ყოფილიყოს. მთელ საქართველოს ყველა ემიგრანტს მსოფლიოში გაფართოვს და გადაცემა მონატრების ფერების შემოქმედებით ჯგუფს გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას, სულის სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, წარმატებას თქვენს პირად და შემოქმედებით საქმიანობაში. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ დამდეგ შობა ახალ წელს და ეს წარით მრავალს. მიყვარხართ!
ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო და ქართველებო, გილოცავთ დამდეგ 2026 წელს. სიყვარულის, სიხარულის, ბედნიერების, სიკეთის ყველანი წელი ყოფილიყოს თითოეულ თქვენგანისთვის. და ემიგრანტებო, თქვენ კიდე მალე გამთლიანებულ, თავისუფალ, ბედნიერ საქართველოში დაბრუნებას გისურვებთ. მიყვარხართ, გეფერებით, მეიმედებით, თქვენი ანჩო ათენიდან. გოცნით. ჩემო ტკბილო და მონატრებულო საქართველო, გილოცავ დამდეგ 2026 წელს. ეს წელი ყოფილიყოს ერთობის, სიკეთის, სითბოს და სიყვარულის მომტანი. ჩემს ოჯახის წევრებსაც ულოცავ. ღმერთმა ქნას ღვთისწყალობა არ მოკლებოდეთ. აგრეთვე ულოცავ მთელ სოფლიოში მიმოფანტულ მარგალიტებს, ემიგრანტებს. ეს წელი ჩემი ემიგრანტებისთვის ისეთი წელი ყოფილიყოს, რომ სიტყვა ემიგრანტი აღარ არსებობდეს და ყველანი დაბრუნებულიყვნენ აყვავებულ, გაძლიერებულ და გაფურჩქნულ საქართველოში. გილოცავთ, გილოცავთ, ახალ წელს გილოცავთ, თქვენ ვისაც სამშობლო გიყვართ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თანამემამულეებო, მსოფლიოში გაფანტულო ქართველო ემიგრანტებო, სულით, სისხლით, ხორცით ნათესავნო, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, გისურვებთ მშვიდობას, ლხინს, ბედნიერებას, ხვავს, ბარაქას, გამრავლებასა და გახარებას. მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე. სულ მალე შემოაბიჯებს 2026 ცეცხლოვანი ცხენის წელი. მოგილოცავთ ყველას, ჩემი ოჯახის დიდო და პატარა, ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ემიგრანტებო, ჩვენო საყვარელო სამშობლო და სრულიად სამყარო. მინდა ხვავის, ბარაქის, სიკეთის, სიხარულის, წინსვლის, წარმატების, სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის. უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობა მინდა გქონდეს ყველას და პატარა მცირე ლექსით მოგეფერებით. ახალი წლის საღამოა, ყველა ფაცურობს. დიასახლის არს ცალია, ვერ ვისპასუხობს. ეჩქარება მალე მორჩეს, სუფრის გაწყობა, ბავშვებს თვითონ მოუწყვიათ, თამაშ გართობა. მამა იქვე, ღვინოს ასხავს, ჭაშნიკს უშინჯავს, ბებიას და ბაბუას კი თვალ მიუხუჭავს. ფანჯრებიდან მოსჩანს შუქი, ფერად ციმციმა, მაგიდაზე ნუგბარიცხომ არ დაუშურავთ. მალე 12-იც ჩამოჰკრავს, ფეხსაც შემომსდგავს. ბედნიერი ახალი წლის მეკვლე მეფურად, კანფეტები, ჩურჩხელები ხელში უჭირავს. დაგბედებოდეთ ხვავ ბარაქა, ამბობს ჯიქურად, სიმღერები სადღე გრძელო, ერთურთ ენაცვლის. მოდით, ნახეთ ვინ მოსულა, დედა გვეძახის. ფანჯრის რაფას ჩამოდებულს საჩუქრებს ვხედავთ. თოვლის პაპას ჩვენ სეზოშიც შემოუხედავს. მადლიერი თვალით ვუმზერთ, გაკვირვებული, სურვილების ასრულებით გაბრწყინებული. მოლოდინიც აღარა გვაქვს, ხომ აგვისრულდა. ყველას დაგლოცავთ და დროებით დაგემშვიდობებით. კოცნით, გეფერებით. მოგესალმებით საბერძნეთიდან, გადაცემა მონატრების ფერების შემოქმედებით გუნდს, მათ მსმენელს და სრულიად საქართველოს, მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. პირველ რიგში ყოფილიყოს ეს წელი შემოქმედებითად წარმატებული, მრავალფეროვანი პროექტების საწყისი წელი. გისურვებთ უამრავ მადლიერ მსმენელს, უამრავ მოულოდნელ სიხარულს და ბევრ იმედებს. 2026 წელი ყოფილიყოს ყველა მონატრების დასასრულის და მხოლოდ სიყვარულის და სიხარულის დასაწყისი წელი. თქვენი გადაცემები უამრავ ადამიანს უთბობს გულს. მადლობა ამ ემოციებისთვის, ამ სიხარულისთვის და ამ ხიდებისთვის, რომელსაც ჩვენს გულებში აგებთ.
ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, გულით და სულით გილოცავთ ამ ახალ წელს. მინდა ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაკა გქონებოდეთ, ახალი მიზნები, ახალი ოცნებების ასრულების წელიწადი ყოფილიყოს. და რაც მთავარია, ჩემ საქართველოს სულით და გულით ულოცავ. მინდა რომ გამზიანებული, გავწყინებული ვნახო ჩემი ქვეყანა. მალე, სულ მალე დავბრუნებოდეთ ჩვენს ერას. იქ სადაც ბავშვობა და სიყვარული დავტოვეთ. და ერთადერთი რაც არის, ეს სიყვარული გვაძლევინებს აქაც, ეს მონატრების ფერები გვაძლევინებს აქაც. ყველას ულოცავ. სოფლიო ყველა კუთხეში მიმოფანტულ ემიგრანტებს ულოცავ ამ დღეს და თავისი ჩანაფიქრების, ყველა ლამაზი ჩანაფიქრების ასრულებას უსურვებ. ეხლა რაც არ უნდა იყოს, ბედნიერება, მაინც ხვაფერია. ჩვენ საქართველოში ის მონატრების ფერები სულ სხვა ფერადია. სრემლებზე ბოდიში, ღიმილი, რამდენი წმინდა. მივესალმები გადაცემა მონატრების ფერების წამყვანს და ოპერატორს, ჩემს მეგობრებს დავით და გიორგის. მივესალმები გადაცემის პროდიუსერს კალბატონ ლიგიას, ჩემ მეგობარს, ჩემ დაიკოს. მინდა დამდეგი მოგილოცოთ ჩემო მეგობრებო, გისურვოთ მაყურებლის სიმრავლე, ერთგული მაყურებლის სიმრავლე და ყველა თქვენი ის რესპონდენტი, იმიგრანტები, განსაკუთრებით რომელიც კი ჩაგიწერიათ 2026 წელი ყოფილიყოს საწყის იმისა, რომ ეტაპობრივად დაბრუნებულიყვნენ ჩვენს მონატრებულ სამშობლოში. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცოთ დამდეგი ჩემს მონატრებულ საქართველოს და ქართველებს. ყველაფერი საუკეთესო სუნტანი წელი ყოფილიყოს, ერთობის წელი ყოფილიყოს, სიყვარულის წელი ყოფილიყოს. მოგესალმებით. მივესალმები საქართველოს და მივესალმები სრულიად სამყაროს. მოგესალმებით ჩემო ემიგრანტებო, ამ ულამაზესი ხედიდან, ათენიდან მოგესალმებით. ესე ლამაზად და კოშკად გავაცილოთ 2025 წელი და დგება 2026 წელი. და ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სიკეთის, სიხარულის და ყველას ოჯახში ყოფილიყოს ბედნიერება, სიხარული, წარმატება, ღვთისწყალობა. გილოცავთ და გლოცავთ მთელი გულით. მინდა თითოეულ თქვენგანში დაისადგუროს სიკეთემ და სიხარულმა. არავდეთ უფალი. მინდა მოგილოცოთ ახალი 2026 წელი. საბერძნეთიდან, ქვეყნიდან, სადაც ბევრი ქართველი შრომობს და ცხოვრობს. გილოცავთ ჩემო ძვირფასო ქართველებო, გილოცავთ ყველას, ვინც დღეს სამშობლოში ხვდება ამ დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, ყოველივე სიკეთეს გისურვებთ. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მიულოცო ქართველ ემიგრანტებს. აქ საბერძნეთში და მთელ სოფლიოში რამდენი ძალა, მოთმინება და იმედი გჭირდება ჩვენს ყოველდღიურობაში. რამდენი დარდი და მოლოდინი, უსაზღვრო მონატრება შვილების, საყვარელი ადამიანების. მინდა მიულოცო ყველას ხნეობა და განძლეობა უსურვო, გფარავდეთ უფალი. მინდა მიულოცო აგრეთვე ჩემს სამშობლოს. გაბრწყინება, გაძლიერება, აღმავლობა უსურვო. თავისუფლება და ერთიანობა მინდა უსურვო. დაეკაშკაშებდეს მისი სახელი მთელ მსოფლიოში და ყველა ჩვენ შემოგვნატროდეს. მინდა მადლობა მოუხადო კიდევ და დიდი სიყვარულით მიულოცო
ახალი წელი, გადაცემას მონატრების ფერები, წინსვლა და წარმატებები, ჩემო საყვარელო ხალხო, იხარეთ და იძლიერეთ ემიგრანტების საიმედოდ. ძვირფასო ემიგრანტებო მსოფლიოს ყველა კუთხეში და ჩემო ძვირფასო საქართველო. გილოცავთ დამტკიცობა ახალ წელს. გისურვებთ 2026 წელს მშვიდობას, ჯანმრთელობას, რწმენას და ძალას და ყოველი ახალი წელი გახდეს ჩვენი წარმატების, გამარჯვების და უკეთესი მომავლის დასაწყისი. გილოცავთ ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი 2026 წელი ყველასთვის. ჩემო უსაყვარლესო ქართველებო, გილოცავთ ახალი წლის შემოგზანებას. ბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის 2026 წელი. მაქვს ბედნიერება ვიყო ჩემ სამშობლოში და ჩემი ლეჩხუმიდან მოგილოცოთ ახალი წელი. მინდა მიულოცო ახალი წელი ჩემს საყვარელ ემიგრანტებს, საბერძნეთის, ამერიკის, კანადის ემიგრაციას, რომლებთანაც თანამშრომლობა მომიწია წლების განმავლობაში, ასევე მსოფლიოში გაბნეულ ქართველ ემიგრანტებს. უსურვებ, რომ 2026 წელი მათთვის ყოფილიყოს საქართველოში დაბრუნების წელი, ჩვენი ქვეყნის გაბრწყინების წელი და უსურვებ ყველა სურვილების ასრულებას, რაც მათ სურთ. ჩემო საყვარელოს ქართველებო, ყველას მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ემიგრანტებო, მიმოფანტულო მსოფლიოს ირგვლივ, სიხარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის და ხვავი ბარაქის წელი დაგდგომოდეთ ყველა თქვენგანს. მომავალი წელი ჩვენს ქვეყანაში აგვეღნიშნოს ყველას, ყველა ქართველს. სიხარულის უფევდეს ყველას გულებში მუდამ. დაგლოცავთ, იხარეთ და იბედნიერეთ. გადაცემა მონატრების ფერები დაეთმოთ სხვადასხვა შემოქმედებით ანსამბლებს, მუსიკალურ ჯგუფებს, ცნობად სახეებს, რომლებიც ჩვენი ემიგრანტებისთვის უცხოეთის ცის ქვეშ სხვადასხვა შემოქმედებით საღამოებს აწყობენ და ცოტა ხნით უმსუბუქებენ ემიგრანტულ ცხოვრებას. ჩემო ძვირფასო ქართველებო, ქართველო ემიგრანტებო, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, იყავით ბედნიერები, თქვენს ოჯახებთან ერთად და მონატრების, გადაცემა მონატრების ფერების ყველა მაყურებელს გილოცავთ რა თქმა უნდა დამდეგ შობა ახალ წელს. ხვავი, ბარაკა ქონებოდეს ჩვენ ქვეყანას, თქვენს ოჯახებს და ყველანი მალე ერთად შევხვედროდეთ ახალ წელს საქართველოში. იხარეთ, იბედნიერეთ და მალე დაუბრუნებულიყავით ჩვენს ოჯახებში. მიყვარხართ. ახალი 2026 წელი მინდა მიულოცო თქვენს მაყურებელს და ყველაზე მეტად ის მინდა გისურვოთ, რაც ასე ძვირფასია სამყაროში და ამაში განსაკუთრებით დავწმუნდით წინა წლებში. დიახ, შვიდობა მინდა გისურვოთ შინ და გარეთ. შვიდობა გქონოდეთ სულში, სხეულში, ოჯახში, ქვეყანაში და შვიდობა გქონოდეთ ღმერთთან ურთიერთობაში. მონატრების ფერები. რამდენიმე წელია ეს დიდებული გადაცემა მატიანეს მარგარიტებივით კინძავს და აჩვენებს სამყაროს, სადაც ყველგან, ყველა კუთხეში ქართველი ქალი, დემამოსილი, მშვენიერი, შრომელი, თავდადებული, შრომობს და ქმნის საქართველოს სახეს, ღირსეულ სახეს. ამ დიდებულ გადაცემას ჟურნალისტი დავით ორაგველიძე და გიორგი ორაგველიძე ამზადებს. შობა ახალი წლის ბრწყინვალე დღეებია. მინდა მოგილოცოთ ჩემო კოლეგებო, ჩემო დავით, ჩემო გიორგი, ლიგია, მინდა მოგილოცოთ ეს ლამაზი დღესასწაული. ღმერთმა შეგაძლებინოთ კიდევ მრავალ წელს, მრავალ სეზონზე შექმნა თუ ლამაზი ისტორია ქართველი მანდილოსნებისა, რომლებიც საზღვარგარეთ სამშობლოდან ძალიან შორს მუშაობენ. ემიგრაცია ხომ საპატიო ჯვარია. ემიგრაცია ხო ღირსეულთა ხვედრია და ღმერთმა ინებოს კიდევ უფრო ლამაზად, კიდევ უფრო ყოჩაღად შეასრულოთ ეს თქვენი დიდებული მისია და ეს ლამაზი გადაცემები კიდევ ბევრჯერ მოამზადოთ და აჩვენოთ ფართო მაყურებელს. გილოცავთ
ჩემო ძვირფასებო, ახალ წელს ქრისტეშობის დღესასწაულს გილოცავთ და მენატრებით. მონატრების ფერები ემიგრაციას ეკუთვნის, მაგრამ ემიგრაციიდან დაბრუნებულებსაც ისევე გვენატრებით, როგორც მათ გენატრებათ საქართველო. ძალიან მენატრება ათენი, იმიტომ რომ თქვენ მეგულებით მათ მიყვარხართ, გილოცავთ, იხარეთ, იბედნიერეთ. ჩემო ნიჭიერებო, ჩემო კარგებო, ჩემო ძალიან მაგრებო, გილოცავთ შობა ახალწელს. მრავალს და წარმატებები. მიყვარხართ და ასე გააგრძელეთ. ჩემო საყვარელო ემიგრანტებო, გილოცავთ ყველას ახალწელს, მრავალს დაესწარით, ჯანმრთელად, ბედნიერად. მინდა რომ სულ ძლიერები იყოთ და მალე დაბრუნდეთ თქვენს საყვარელ საქართველოში. კოცი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მიხარია რომ მონატრების ფერების ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი ვიყავი. მიხარიხართ, მიყვარხართ, გეფერებით. მინდა რომ ბედნიერები იყოთ, გილოცავთ ამ დამდეგ ახალ წელს, იყავით ყოველთვის გახარებული, გამარჯვებული და რაც მთავარია, ბევრი მაყურებელი, ბევრი სტუმარი და საინტერესო ადამიანების გადაცემა ყოფილიყოს ყოველთვის. მადლობა თქვენ. შობა ახალი წელი მიულოცო არაჩვეულებრივ გადაცემას. ეს არის მონატრების ფერები. ბრწყინვალე პროდიუსერს არაჩვეულებრივ ქალბატონს ლიგია მუშკუდიანს, საოცარ ბიჭებს, რომლებიც მართლა სიურპრიზებით საინტერესო დახუნძნილ გადაცემებს გვთავაზობენ. მიულოცო მთელს ემიგრანტებს და მიულოცო ჩემს საყვარელ საქართველოს. ბედნიერების, სიკეთის და წარმატების წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისათვის. მიყვარხართ და გულში გეხუტებთ რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი ეკატერინე კუზმიშვილი. დიდი სიყვარულით, სოფო და გიორგი, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ყოველივე სიკეთე მოეტანოს ამ წელს თქვენთვის და იყავით ბედნიერები, რაც ყველაზე მთავარია. გილოცავთ ყველას 2026 წელს. ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, ხვავი და ბარაკა თქვენს ოჯახებს. ბედნიერება და გახარება გქონდეთ ყოველთვის, განსაკუთრებით ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს, რომელიც აი ესე ძალიან არიან თავის ქვეყანას მონატრებული. აქედან გულთბილი მოკითხვა ყველა ემიგრანტს და გიგზავნით დიდ სიყვარულს. დაესწარეთ მრავალს. მოგესალმებით ძვირფასო ემიგრანტებო, გილოცავთ შობა ახალ წელს, გისურვებთ სიხარულს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს, ხვავი და ბარაკა ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი და რაც ყველაზე მთავარია, გისურვებთ მალე დაბრუნებულიყავით თქვენს ოჯახებში. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ 2026 წელს. მივესალმები გადაცემა მონატრების ფერების მაყურებელს. მინდა მივულოცო დამდეგი შობა ახალი წელი და მინდა ვუსურვო ბედნიერი 2026 წელი. მიყვარხართ! მოგესალმებით ქალაქ რუსთავიდან და მოგილოცავთ თელიგული ჩობა ახალ წელს. გისურვებთ ყოველივე კარგს, რასაც ამ ქვეყნად ლამაზი და მშვენიერი ჰქვია. თქვენ ხართ ჩვენი საქართველოს მოწყვეტილი ყვავილები და გისურვებთ რომ მალე დაბრუნებულიყავით და ჩვენ სამშობლოში გეყვავილათ. მე და ჩემს ბავშვთა ანსამბლ აკორდს აი ამ ლამაზ გოგობიჭებს წილად ხვდა რომ მოგელოცათ თქვენთვის ახალი წელი. მიიღეთ ჩვენგან ეს გულთბილი მოლოცვა. ჩვენ ყველას გვყავს ემიგრაციაში მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და გეფერებით სულ ყველას. გილოცავთ შობა ახალ წელს, იგზავნით სიკვდილს და სიყვარულს. ახალი წლის ნახევარი დღე, მინდა ნახოთ თქვენთან ერთად, სიყვარულით, გამილიგზით, ერთად ვიაროთ, წავიდეთ იქ, სადაც მზეა, სადაც პირქები ადრება, ნუ დავივიწყეთ ერთმანეთს და მზეცად ჩაგრება. ახალ წელს გილოცავთ. გადაცემა მონატრების ფერებს, ქალბატონ ლიგია მუშკუდიას. ჩვენი ანსამბლ მამულიშვილის სახელით, მრავალს დაესწარით. გქონდეთ წარმატება თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და მინდა განსაკუთრებით მივულოცო
ჩვენი ანსამბლის ოჯახის წევრებს, ემიგრანტ, ყველაზე კარგ, შრომელ და გვერდში მდგომ ადამიანებს ახალი წელი ვუსურვოთ. მშვიდობიან საქართველოში დაბრუნება. ეს ერთი წელიც დასრულდა. გილოცავ სრულიად საქართველო, ჩვენო ქართველო ემიგრანტებო, ახალ 2026 წელს. ფეხბედნიერი, დოვლათი, სხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2026 წელი. იმედებითა და ოცნებებით სავსე ახალი წელი. წელი ჩვენი ქართველი ემიგრანტებისა დაბრუნების სამშობლოში. 2025 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი დიასპორულ საკითხებში. ჩვენი გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა რას საკვირველია შევიტანეთ კონკურსში ჩვენი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ უფრო ბევრ ქვეყანაში გვემოგზაურა შევხვედროდით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს და მათი ხმა გაეგო მსოფლიოს. მაგრამ სამწუხაროდ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც ჩვენ ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმნით, უარი უთხრეს პროექტის დაფინანსებაზე. უარი უთხრეს ქართველ ემიგრანტებს, რომ მათი ხმა გაეგო მსოფლიოს. თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით. გადაცემა მონატრების ფერები აგრძელებს მუშაობას თქვენთვის. ჩვენო ქართველო ემიგრანტებო, ვეცდებით, რომ თქვენი ხმა კვლავ ესმოდეს მსოფლიოს. და ბოლოს კადრს მიღმა თუ ეთერში. ჩვენი მუშაობის ყველაზე კურიოზული მომენტები. ეს არის საარქივო მასალები, რომლებსაც თქვენთვის წლიდან წლამდე ვაგროვებთ და მხოლოდ დღეს ვაჩვენებთ. სახალისო შემთხვევები, რომლებიც ჩვენს ობიექტივში მოხდა. ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საქართველოს დედაქალაქი ათენიდან. რა საქართველოს? საიდან? საქართველოს. ჩვენ დღევანდელი გადაცემა ჩავწერეთ ქალბატონ დონარა ობოლაშვილის სახლში, რომელიც ბევრ ქართველ ემიგრანტს იფარებს და აძლევს საშუალებას, რომ უცხო მიწაზე დაიწყოს, ანუ მუშაობას ვერ ვიტყვი, გეგრე არ არის. მუშაობა. კაი, გრაფი ვარ არის, თორემ მოადგებიან დონას მე დაგვასაქმეო. ხო ვიცი, არა. საყვარელი. კაი. დავიწყოთ. გადაცემა მონატრების ფერების გადამღები ჯგუფი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იმყოფება. ათენში ქართველი ემიგრაციის ძალიან ბევრი და დამავიწყდა, რა უნდა ვთქვა. ეხლა მე ამოჭირდედა და იცი ლექსი უნდა გავიხსენო. ფილმმა აპლოდისმენტები დაიმსახურა და ასევე შემდეგ შენი სიტყვებით თქვიო. მოიცა, ბიჭო გათვალული ხარ. ნახშირი და შავი დანა გინდა შე. თოჯინების თეატრი ეხლა ხამ მქონდა არმაზში ამერია. არა მუშაობს დალაგდებში. საღამომშვიდობისა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი რუსთავიდან. ესე ისინი ვართ, რა ქვია. დაივალდებულები. ხო, დღეს რაღაცა. ეს ახველეს მებუცელი ტკივა, ვივრიდებით. გადის დღეები, გადის თვეები და წლები, ათობით წლები და უცხო ქვეყანაში მსუგა. სიძულე მსუგა. შენ აწონელი მსუგა ხარ? აწონელი ხარ? ბოშუმელი ხარ? თბილისელი ხარ? ჩამოგწვეს, გამოდი სუგაკეთ. გამოდი. ფიგე. კაცე. ელა. სუგა. რაზა მოგაზერო 1500 ლექსი მაქვს წაკითხული მაგდეროზე პროძუ თავი რომელი იცი მაშინ იმას ვიტყვი არც ერთი არ ვიცი აბა როგორ კითხულობ რა წაგე როგორც ეხლა შენ წერი ზეკითხულობ ასე მოკლედ ციცილ ხარხარით გემშვიდობებით ჩემო ტელემაყურებელო მე კი დიდი მადლობა არა დიდი აიგრე არასწორია რა და არა მაგარი იქნება ახლა ჩვენმა ოპერატორმა რო თქვას ვაიმე ხმა გონია ჩაწერილი თავიდან არა ყურები აქ და
მთელი ეს მეტად შემასვლაპარაკობთ ვარდა და კაცი არ ესმის არავის. მარტო ჩვენ ვიცით. ყველა ემიგრანტისთვის ყოფილიყავით დამავიწყდა სიტყვა. უცებ საწერ კალამი და მივიწერე გულზე ესეთი რაღაცა. დამავიწყდა 2 წამი გათიშეთ და მეც რა მივიწერე გულზე. გადაცემას ნახვა ასევე შეგიძლიათ გადაცემის ნახვა აბურიეგიო. კაი, ბოლოა და მორჩა. იერშეცვლილი ქუჩები და ხისაიმნები. ალბათ სარეცხსაც აღარ ფენენ თეთრს და ლილიანს. აუ, მაიზარა ხელახლა. ხელახლა. მითხარით ვასადავი. დღევანდელი გადაცემაც დასრულდა. 2026 წელს ჩვენ ბევრ საინტერესო სიახლეებს გვპირდებით. გილოცავთ ჩემო ქართველო ემიგრანტებო 2026 წელს. აქვე გეტყვით, რომ შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარისხილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემა მონატრების ფერების ხილვა შეგიძლიათ My ვიდეოზე და TikTok პლატფორმაზე. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს და ასევე დიდი მადლობა ჩემს ოპერატორს ვიდეო ედიტორს გიორგი ორაგველიძეს, რომელიც გახლავთ იმ ყველა საუკეთესო კადრის ავტორი, რომელიც ჩვენს გადაცემაში თქვენ ნახეთ. გადაცემა მონატრების ფერების მოგზაურობას 2026 წელს კვლავ გააგრძელებს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით და რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.